ბიჭო მოიხოდე გაუში ერთი კვირა ვითმედი ჭამას მეთი უნდა მოსვა სტაბილურობა დავრა მოგესალმებით მეგობრებო როგორც წინა ვიდეოდან გახსოვთ ძალიან მშივრები ვიყავით მთელი ერთი კვირა ვითმედით უჭმელად მთელი ეს დრო გავატარეთ აბაზანაში რა მისამართი რა არის მოიცა რა წყალგადავლებული არ მოგეწონათ ძმა მოგესალმებით მეგობრებო შეპირებული ვიდეოდან გიბრუნდებით ვიმყოფებით ბარათაშვილის 13 ნომერში კაფე-ბარ მანდარინებში და დღეს რა თქმა უნდა რისთვის ვართ აქ საჭმელად დავაგემოვნებთ უამრავ აი ზღვა გემრიელ კერძს შია ო მე შია ხო მე მაგრამ შინა ვიდეოს მე მაგარი მოშიებული ვარ ანუ ერთი კვირა იცმინე ხო ერთი კვირა ვითმენ ძმაო ერთი კვირა ლუკმა არ ჩამიდია პირში ბრატ არ წავექცე არ შეგეშველები აი ჭანკო მიხათ ნუ კარგი ხო მისალმებას თუ ეს იყო ვიტანჯეთ დავიღალეთ დანარჩენს უკვე საკუთრებით იმენ აღარ შეუძლია უნდა მე მადევს ცენზურა თელი ინტრო ჩაწერა ძმა მარტო უნდა მოსავიყო აი სულ ეს არის მეგობრებო დანარჩენს უკვე გადავინაცვლებთ დანარჩენს ყველაფერს ისე და იქ ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენი და ლეობა გამოვიდა მგონი და რა ვიცი ეგ არის აბარაშები როგორც ეგ აღნიშნეთ გადმოვინაცვლეთ უკვე მაგიდასთან და დღეს ჩვენ მარტოები არ ვართ ჩვენთან არის YouTube-ის мама, вот რუსთავის. ეს ზადა მეგობარი მისიკო. ვახსენოთ მისი არქი ვახსენოთ. ხო, ჯუმანჯის დამფუძნებელი, მისი პროდიუსერი, ხმის რეჟისორი, სცენარისტი და იმას რა ქვია? რეაბილიტოლოგი. ბატონი მიშო ზურიკაშვილი. მესამე ხარი. ასევე ჩვენი, ეხა ჩამოთვალე ის. ჩვენი პროდიუსერი. გაგზელია. მორჩა, მე დამსახურება არა. პროდიუსერის მშრალობა არის, ხო რა? ბიჭო, შენ ხარ დაიკიდე. პროდიუსერი რასაკეთებს არის, ხო? არა, ვიცი, მაგრამ შენ რასაკეთებ ყველაფერი რო ჩამოთვალოთ, მართლა რა ვიცი, ძმა. კაი. მოგესალმებით, მეგობრებო. და ასევე ჩვენთან ერთად იმყოფებიან უნიკალური ადამიანები. რუსთავში ჩემი აზრით ყველაზე მაგარი სამზარეულოს მქონე ადამიანები. მანდარინების დამფუძნებლები. მადარია. ბრავო. აკაკო, ეს გამომასწინდობდი რა. გამარჯობათ მეგობრებო. მოგესალმებით. იყოს ჩვენი ფეხი ჩვენთან ოჯახში და ჩვენი ფეხი კიდე თქვენს არხზე რაც თავარია. პირველ რიგში რაც არის, მინუსი აკავრობის რო ცოტა ადრე გამოვიდა კერძები და ოდნავ შეგვიგრილდა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი შემოგვემატება. პირველ რიგში რაც მინდა რომ გავსინჯოთ რა, ვეგანებისთვისაც ვართ გათვლილები და კაი ხორცი ჭამელი ხალხისთვისაც რა. აქედან გამომდინარე, პირველი მოდი ვეგანურით დავიწყოთ ეგრევე. ეს არის ფალაფელის სალათი, მუხუდოსგან გამზადებული უბრალოდ კატლეტი არის უკვე გამზადებული, ესე რომ ვთქვათ. თავისი უკვე სალათის მიქსით ძეზე გამოსჭრალი პომიდორი, პლუს ავოკადო, თავის სპეციალურად соуსი გემრიელი ტახინისგან დამზადებული. მერე უკვე ცოტა უკვე ქართულში გადმოვედი და ეს უკვე ხრაშნოლობიოს ბურთები იქნება. соуსებში ერთი ათემიძლია გითხრათ ბარბეკიუ არ მეორე სახელი ვერ მოუპირდეთ. соуსები დავარქვათ. ლობიოს ბურთები ხო არ გინდა? გემრიელი იქნება. შეიძლება ხო რომ გავსინჯოთ აუცილებელიც რა. ნელა ხორცებზეც გადავალთ რა. კონკარნე ნუ ეხა თქვენზე არ არის გაცვლილი ლუცარავინ არ მიერთოს ამ კონკარნე შეიძლება ჩვენკე რო გადმოწიოთ რომ ლუცის მივეცნო ძალიან გაგვიხარდება მე ჩვენთვის არის მე მგონი რომ გაგვიმარჯოს აბა ერთი აჰა მინდა შეგახსენოთ კიდევ რომ ჩვენს მასპინძლებსაც აქვთ თავიანთი Facebook გვერდი აი ეგ სადღაც აი გამოვანათებთ რა თქმა უნდა მიშოსაც აქვს თავისი YouTube-ერია, YouTube გვერდი აქვს, Facebook გვერდი აქვს და რავი, ყველაფრის გვერდი აქვს. ყველგან დიდი გვერდი მაქვს. აი დიდი გვერდები მაქვს კიდე. ყველგან ისერჩება მეგობრებო. ჯუმანჯის არხსაც აქ ამოვანათებთ. არა, მიშოს როგორც ყველაფერი ბევრია, გაბარიტებშიც ესეც დიდი არის, მაგრამ დაждდა იქით, სადღაც ბოლოში, ფერზე. აბა რა ჩაეტეოდა. მე რო ჭამას ვიწყებ. ახლოს თუ ვინმე მიზის ცოდოა. აი ხა შენ რო ამერხა ბაჭო მაპარტი შენ რო აქ იდე სადმე შეიძლება უცებ მეგონო და შეგაყოლო
აბა ერთი მილიჩხირა თუ გამოგადა. გავიმარჯვეთ რა მანდედან. მე ამით ვიტყვი. ჩვენი პრინციპ საფირმოს არ უწყვის, მაგრამ სახლური ლიმონათები, პენკრის ლიმონათი, პიტნიტა ლიმონათი, მარაკოი ანანას ლიმონათი, ახალი ზაფხულის ყველაზე გემრიელი ციტრუსის ფრეშების ლიმონათი. მე სიმართლე გითხრა ამის ფრის თუ არა აქვს. აი, საერთოდ არის არია. მე ახამის გარეშე არ დავდივარ. ძალიან გემრიელი რაღაცა არის. ერთი წამი. მე ჯერ ამას გავსინჯო. ბიჭო, ჩელი კომპანია. აუ, მოდი არა, პინტიკურის გური ვარიანტები. ჩიპსი, ტორტილა. არ უნდა ვარაკვი. გასინჯავთ ამას, მეგობრებო? არის მუხუდოს. აი, მოდი აქ რა არ უნდა თქო. მუხუდოთი გამოდდება. ეს ეხა ყავზე უბრალოდ იმისთვის არის აქეთი, რომ მაინც უბრალოდ შეზავების წრივ ამოურიო კარგად და ჩიპსიც ამოიღე ბიჭო, ეს ნაღდადის არის ვეგანური. მაგას ვიძახი მე, აი ხორციანად იჭმევა რა გემრიელია. აი, ეგეთი ის არის. ჩემი ცოლის დაკალს უნდა უთხრა. ვეგანია. ოპა. ეს გასინჯო. ბიჭებო. ეს უკვე ჩვენი სნეკების დაფა, მოდი ესე ვთქვათ. ის ვიდეოს რა. ეს ბოლონეზეს ფარში არის ჩათვალე რა, აი, მეგობრებო, ჩვენ ქეიქოთ, რო იცოდეთ, შედარი, ის რაღაცა ის კაი რაღაცა და აი ეს მოგილასთანაც, ლუცანაც არა. მენა მისება. მაშინ ცოტა უნდა მოხმარო. ეს არის რომპარო, აბა რა. გაცივდა რა. ეხლა სნეკსახაზე რა ხდება რა? ხათმის სტრიპები გვაქვს, ნივრიანი პურები გვაქვს, იქენ უკვე შებრაცული სულგუნის პირამიდები, ხათმის სტრიპები იქნება. ეს არც მე არ ვიცი რა. ეს შეიძლება ხათმის პოპკორნი იყოს. რომელი ეს? აი ხოს? ეს გავსინჯავთ და გავიგებთ აუცილებლად. პოპკორნი ხო? აუ, ეს მართლა როგორ? ეხა უბედურება რა. ვეგანი ხარ? რა ვეგანი ბიჭო. ეგ არის სულგუნი უკვე, მიშო? ხათმის პოპკორნი მანახე რა. მე მგონი ეგ არის. არა, ეგ ხები არის ბარბეკიუ სოუსი. აბა ეგ გასინჯე რა ტიპი არის? ეს რაღაც სიურპრიზა დამხდა, იმიტომ რომ არც მე არ ვიცოდი რაც გამოუშვდა და მეოთხეს და. ამას ეს შეუკვეთა. ვიდეოში ხა. ეხლა სანამ ვიდეოს ჩავთავდით, აი გარ ვიცი რა. ვიძახდი რომ ეხლა თან ვილაპარაკოთ იქ რაღაცები ხო და აქ ესეთი კერძები მოიტანეს, რომ საერთოდ ლაპარაკი აღარ ჩაიწერეს. სოკოა ამაზე გადავა. აი ეს არის ხათმის პოპკორნი. სოკოა არ არის ბიჭო. სოკოა. საკოს პოპკორნია. სოკოს პოპკორნი. ეს ყოფილა სოკოს? სტრიპები არ არის შეიძლება არ ჭამს სოკოს და ეს გადამირჩა ეხლა კიდევ კაი გასა. შემოშორება უნდათ. ჩამომიცული ასე. გენდობი. მარილიანი ხო არ არის, ლუძემისაყოლებელია ბრატ. ეს ბიჭო, ყველა ახლა ნახე, აქ არის ესეთი რაღაც ხდება ეხლა. აი ეს ორი რაღაც რო გავსინჯე რა. არც ვეგანური სამზარეულო მიყვარს. სოკოც გადის მაგ შორის და სოკოსაც იდეაში არ ჭამ ხოლმე. ეხლა რას მივხვდი, იცი? გაკეთება უნდა იცოდე. თურმე შეიძლება ვეგანიც. ჯერ იქამდე მიდი, აბა. რა? აი, მიხარ და გადმოგაწვდი მე. გაგისწორდება. ავი. ეს თუ დამიდე სადაც ეს გასინჯი, აბა. ყველაზე კაი ლობი ვარ რაც აქამდე მიჭამია, აი ეს უცნაურად გაკეთებული. მაცდენს რა, გადაიღე. ამათ არა. აბა აი ეს დაგვადუმა ხო იმე ეს მაინტერესებს და. ხო აი იმენა ვცდილობ რომ ვილაპარაკოთ ხო, მაგრამ არა რა, უნდა დაძე ჭამო. ეს ნახე ჩემი, ეს ნახე. გასინჯე. მიშო გამომწერება ხო არ გიცნეს ეს. ექსოტია. ეს არის სოკო. სოკო. გამომწერება მის. ანდანის სოუსი. ახლა ხდება ყველაზე ბიჭო. შენ სოუსები, ნახე ყველა თავისი სოუსია რა. აი ამის ტირა. პირველი იქნება სავარაუდოდ ეგ არის. აი ეს უეჭველი ხო. ხდება და მაგაც რეალურად ეს აზრზე არა რა. აი ეს ლობიოს ბურთულა. ხო. საიდანმე იყო და გააკეთე? თუ თქვენ ანუ ზოგადად ბევრგან შეიძლება იყო, მაგრამ შიგთავს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. ხო და მაგას გეკითხე. ხო. თქვენ თქვენ ვფიქრობთ. გქონდა მაშინ თუ გახსოვთ, ხინკლუკების გქონდა ხოლმე ნაღების ოქს ძალიან უცნაური იყო, ხო, ეგეთ რაღაცები გვახასიათებს მანდარინას რაღაც უცნაური რაღაცეები რა. ბიჭო, ხო და მაგას ვიძახი რა, ძალიან უცნაური რაღაცეებია, თან ძალიან გემრიელია. ხო და მაგიტო არის მე ლობიო. მეორე კერძია და პირველად მისინჯა ორივეს. შეიძლება დაუყო რა. ბიჭო, აბა ერთი ამოღერგეთ. ფერმუსის მე ჭამა როგორია? თან სიგრილეში ყველი ვარ. ყველი ვარ. აქამაგერა. აბა დაიწყე. მე მეგობრებო, ხელით ჭამ. ეს რაღაცებს ყოველთვის. სუთა დანაჩანგალი ვიდეოს მე ეწო. ეგან მეთქი გავისვეჭრ და არ გამოვიდა. აი და ბიჭო, ის არის.
რა მოგეწოდა? საკუთარ დანგებები. ვეღარ გავიგე რა უჭამო, ყველაფერი გებრიელია ეხა და არა, ყველაფერი უნდა გაცინჯო. ერთ დღეს მოვალ კამერების ყველანაირი ხალხის გარშე იმ მარტო და სადმე პატარა კუპეში შევიყუჟები ჩემთვის და აი ყველაფერს იმენა ჩემ გემონდა შევჭამ. ეხა კამერებში მარტო მეცამო. მაგას აჯიკავ ძება ფოტოები. მარტო ყალი რო შევგინო. ეს ალბათ ფცა. კიდემ ტოვებენ. ეს არის ახლა ეს ნექტაფა არის რეალურად ბარი მანდარინების მხარეც რა, რაც უბრალოდ ჩაჟდება უკვე მენიუში. ერთი დაფა იქნება სნექების რა, ლუძემის აყოლებლად იდეალური ვარიანტი რა. აქ მოხდეს კაფე მანდარინებში და აქ მოცარელა ჩხირებს ეჭამ უბრალოდ ყველის მხრივ თუ რაღაცა გინდა აქ მოცარელა ჩხირები გვექნება რა ანუ გავცათ არის რა ლოკაცია იგივეა უცვლელი გავდივართ მაინც და უფრო სულგონს მივაწექთ ახლა და სულგონის პირამიდები გვაქვს აქ მაინც ცოტა ფიუჟენ ვარიაცია ევროპული აზიური კერძები რაღაც გავცათ მივდივართ და ნუ ფიუჟენი თუ იქნება ისიც მხოლოდ ქართული ფიუჟენ ვარიაცია იქნება რეალურად ნეკდაფა ქვია მაგრამ ძალიან ის არის რა ანუ ისეთი არის რომ აი მართლა ლუდზე რომ უნდა დაჯდე და ჩვენურად ყველაფერი გეხმარება რა. ლუდის გარაშეც კარგად იჭრა. ხო, თქვენ ლიმონადი მიირთვით თუ შეიძლება საჭეს ნახат. რა არის იკა? ჩემი ბოლო ჭამაა ეს. დიეტაში წერს. არა, ბოლოა. მე იმას ჭამას არ ვეძახი, რაც ამის მერე მელოდება. იცი რატო? იცი? უთხრა. მე ვიცი, მაგრამ ხალხმა არ იცის, ამიტომ შენ თვითონვე გაამხილე. ვაკეთებ მეგობრებო, ახალ YouTuber-ს. რომელსაც ერქმევა სუქანი კაცი. სადაც იქნება ჩემი ტრანსფორმაცია, როგორ გავხდები სუქანი კაციდან გამხდარ კაცამდე. არა, გამხდარები ასე. რა, გამხდარები იქნები. სუპერ სექსუალურ მამაკაცამდე შეგიძლია მისა. გამხდარი ჩემი ტანის ვერ გაცეი. ჩემი ტანის ვერა, მაგრამ რომ მოიმოვა. ეხლა სადღაც ვარ 138 კილო რა. 140 ეთამაშები. 140 საერთოდ როგორ უკაკუნებ, იცი? სერიოზულად და წნევა როგორც გაქვს ეს. აი მართლა დავიღალე. და სხვათა შორის ბიჭებს ვეუბნებოდი შეთ რა. ბიჭებს ვეუბნებოდი რომ არ გამოჩნდება მეთქი თქვენ არ ხსერთო რა. მაგრამ მიგრე არ გამოვა ძმა. არა ხო რა მინდოდა რომ კამერის უკრინან უფრო მემუშავა რომ კარგი ხარისხიანი რაღაცა ხოლმე ხარ და ეს რა თქვენს რომ აი უნდა ჭამოთ რა. ეგრე შეიძლება. მაშინ ბოლში გარვეწები. ასე რომ როგორც კი შეგხვდებათ YouTube-ზე სუქანი კაცი გამომიწევ. ოპა, ბარი მანდარინებიდან ჩამოგვივიდა კაბაბის და სპარდის სახეობები უკვე. ბიჭო მეგადავარ ჩამოვარო რომ ცერ ჩილი კონკარნე. აი გადმომაწოდება იქ. აი ჩესნა ჩილი კონკარნე ნაჭამი ჯერ არ ქონია. ეს მაგარი გემბლია. კაბაბი, სვადი, ღორის და ქათმის სვადი. სვადი ასორტია. გადაღებით არის ჩამოტარებით არის როგორც ანუ ეს როგორი ტიპი არის ცი? გადაიღე რა გიყოს მოდა გულდილობიან უფრო გადაიღე. გინდა რომ შევუყვეთ. მე მოგაწოდე კარგი და ვარ არის ჯერ არის აქეთ რაღაცებს თქვენ მიიცით და იცი ძალიან გადავიდე არა ბიჭო ამას ნუ ჭამს ძმაო მაქეთ აქ ხალხი ლუცო ხო ეს რო ჩავდგათ ისე აქეთ ქათმის სვადი სადი ყვართ განსხვავებულს და ბიჭო აი ეხა ნახე ქათმის მწვადში მე ვარ აი ზეკრი ყველაფერი მოდი აი მინდა რომ რაღაცა თქვა რა რო ზეკრი ქათმის იმენა მაგალითად ქათმის მწვადი არ არის მწვადი რა ეს არ არის მწვადი? ხო არ არის მწვადი მაგალია მაგრამ ჩარჭე მიდი მეც ვიცოდე გემოში არ მომატყუოს რამე. გამოუჩ აი იმაში რომელ ვიდეოში იყო ის პაულანერის ქათმის მწვადი მევასება ვიღაცამ რომ ო მე ვიძახდი მე და დღემდე მაგაზე ძინდრე ღორისო არა ღორის ახლა პირველი ადგილია მაგრამ ისიც მევასება რა ვიღაცები უბრალოდ ქათამს პატივს ვაფშე არ ცემენა ეგ ბიჭო ქათამი არის უბრალოდ იმიტომ შეიქმნა რომ კვერცხი დადოს რა თქვენ შევჭამეთ რა ჩემთვის სხვა მნიშვნელობა არა აქვს და მე ერთხელ ძალიან მოშივდა ვიღაცას და წოთა შეწყვეტორი აუ ეს დანა უნდა მოვაცილო რამე მოპატიეთ ჩამის გამო. ახი რა თქონდა ის გადმოიღო დაუცვა. რა? ეხლა ჩემი დამოკიდებული და რა პაროდიზე კერძებზე რაღაც არა მოქონა. რაც კაია ამას აი უნდა გასხარი ჩოვლები ტყემლები. ყველა ვარიანტი. ეგ იმას ნიშნავს რომ მელი კაბაბისთვის წითელი წემალი მოდი ქათმის მწვადი რომ გაგისინჯო ეხლა და პირდაპირ კრიტიკული იყო არაფერ სოუს არ დავამატებ. ხო, ისე არ დავამატებ. დაიძაბა
შეგასინჯე შეგი ყარდა ქათამი, აბა ერთი გადმომაწოდე. ქათამი შემიყვარდა რა მე მაინც ქათამი არ მიყვარს. ორი ხორცისტია. შენ ეხა ნაღდი კახელი კაცი. მე როგორც კახელი ეხა რა პაპაჩემს არ მოვატრიალებს აფლავში. მიდი. გული მოგეხმარება. ხორე ვიცით წვადის. გუ. ხორე ვიცით ხო. კაი წვადი ვიცით ღორის. ახლა ხო, იმის წინაუდებს ვეჩვენდი, რომ ღორი მე შეი. ბარე მაქავარ. ეხლა ტაფის ხაჭაპური და ტაფსლოვიანი არის თუ სწორად. ტაფის ხაჭაპური ვისაც გიყვართ? რუდი დაგვირდა. აი გიო რა გაიყო? ირა. მე აი ეხლა ვიქნები ძალიან კრიტიკული. მაგრამ ჩიჩის კაცი ვარ. წეგა როგორ დაიწყო? მე ვეგანი ვარ, ხორცს არ ავჭამ. გააჩნია რომელ დაფას მიაწვი. არა, მიშო ზოგადად ჭამით არ იმატებს რა, მე და მიშო ვართ როგორ იცი? აი შენ ხო შეჭამ, მე დავსუნავ და მოვიმატე ურჩე. რა ჭამით არ ვიმატებ, კარგად შემომხედე ეხლა და განახეთ. ისა უკაცრავად, თქვენი ვერდიქტი ქათამზე რა იყო? აი, მე უნდა გავხსნილო. აი, ვერდიქტი გამოვიტანოთ ხაჭაპურზე ტაფის. ბიჭო, ძალიან რბილია. გადადე? აი, მაგარი რბილით და ნაზად. ვერ არ გამისინჯობს, მაგრამ მაგარი წვნიანი ჩანს. მაგრამ აი ქაბავი რა. ანუ ჩემთვის მაინც ქათამია, მაგრამ ვიღაცას ვისაც ქათმის მწვადი ევასება, იმას ძალიან მაგრა გაუსწორდება. ხაჭაპური ტაფის. აი ის არის. მაგალითად მე მაგრამ ჩარჩი ხდები როგორი ისოა, ხიცი, აი რა ხდება მაგრამ? და რა მიირთვათ რა. აი შებოლილი მაბნევს რაღაც და ემილია. ეგ ძალიან კაია. მაყალზე შემწვარია. ხო, აი რაღაც ისეთი ყვამლის ისა რა არომატი და ეგ ძალიან მომწონს. შებოლილი? ბიჭო, ხო, რა იხა ამას ეთყობა, რომ ისა ვიღაცამ იწვალა, რავი, ყვამლი რა მთელი ამბები იყო და იქ პაულანეში რომ მოხონდათ ხოლმე. ახი ამ ბილაინი. ვიღაცა ჯიგარი დაყრიდა ტაფაზე, რაღაც соуს მოასხავდა და მოხონდა და აქ არის შრომა რო არ ჩადებული ეთყობა ამ იდე პაულანერს არის. რა ვქნა რა რაზგინათ ის დამიწერეთ. ცხოვრებაში ქაბაბი არ მომწონებია რა, აბა. კატლეტია რა ჩემს ქაბაბია. არ მიყვარს? არ მიყვარს ხოლმე მე შევიდე. მაგრამ მიყვარს. აი ჩიჩია. არჭამე ქაბაბი? ჰა? არჭამე ქაბაბი? ამ ხო და ბიჭო აი ქაბაბს რო იწყენ ხოლმე რომ ქაბაბი რაღაცა ბიჭო ვერ кайფობ მე ეგრე. ხო, მე მაგრად მიყვარს რა. ანუ ქაბაბის ეგ ეხლა აი ქათმის წვადი. აი? ხელები ამიწევია. ესე იგი დავჩაგრეთ ის ობიექტი, მენეჯერი რო გავუშვით წინაზე? ეგ ამოუჭერით. აი ქათმის წვადი. მაგრამ ამოჭერით რა. არა, ეგ ამოუჭერით, ბიჭო. აი ქათმის აი, წვადი. ეს ახლა ვერ გამოძვირა რა ამოჭერით. მაგრამ აი ესეთი რბილი ნამდვილად ყველაზე უბედურება ეგ არის, რომ მან უფრო ხშირად აბა გავდო. ჩიჩია? რაც თავარია რა, ანუ მოგეწონა, ხო? კრიტიკულები მაქსიმალურად იყავით, რომ ქათმის წვადი მომეწონა. ეს კერძები რაღაცეები, ანუ მენიუში არ დის რა. ანუ იმისთვის არის გამზადებული, რომ თან ახლის ატესტვა გვინდა და თან გვინდა რომ მოვიცმინოთ ბარემ რა არის შესაძლებელი, რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენ სიტყვაზე გავითვალისწინოთ ეს ყველა. მე მაგალითად ბევრს ვერ ვსაუბრობ. ეხლა ვეგეტყვი. ჭამად გადავიქეცი. ქათმის მწვადი, აი ეხა მეტი მომეწონა, მაგრამ ვიღაც ჩემნაირ ტიპი რო შემოვიდეს და ქათმის ორი მწვადი. წვეთ შევთავაზეთ. არა. ღორის წვადი ხო იასნია, მაგრამ ეხა მაგალითად სამეგობრო რომ მივდივართ რა, არის კატეგორია, რომ იქ კრუნჩხებში ვარდება, რომ აი ქათმის მწვადი მინდა. მე ყოველთვის ღორის წვადს უყვეთავ. ეხა მაგასაც გაგისინჯო, მაგრამ ქათმის მწვადს მაგრამ მოუხდა ის ბარბეკიუ соуსი. ხო, ლუგოს გულები. ბარბეკიუ ამას და ნებე ხეს მუიშვერა. ან მაგრამ მოუხდა. ბაჭო ამას არის პრობლემა არა. ქათამთან გასინჯა ეგ ბარბეკიუ соуს. ეგ არა მე. ამას არ შეეხო რედაქტორი. აი მაგალითად შენ ფრთები გასინჯე ახლა ბარბეკიუ соуსი და ეგეთ გაგისწორდა. მეორე ფრთები, მეორე. ეს კიდე მეორე სტრიფსია. სტრიფსები ხო, ეს კაცი. ეს სტრიფსია. ანუ ჩემს მაგალითად ქათმის უნდა მწვადს გავსინჯო. შევჭამ, გემრიელად ბარბეკიუ ბარბეკიუ უნდა соусთან ერთად. მივირთე. შვენიერი და მშვენიერი. ბიჭო ძალიან ხაჭაპურში აი ეს კომბინაცია გიჟდები. ეს ქათამია თუ თევზია? პლუსი რა აქვს ამ ხაჭაპურს თუ არის მაწვნის სომი. და აი სახლში ბებია ჩემი როგორც მიმზადებს, ბებო მოკითხვა აქედანაც. აი ყოველთვის მაწონზე მოზელილი ცომი და აი რავი რბილი ფაფუკი ცომი უნდა იყოს, ყველი გამოტენილი რასაც ქვია და აი გემრიელად რო ეხა შენ ყველში სულგუნი გაგარეული ზენა. ეგ თავისთავად. ეგ თავისთავად. ძალიან აი როგორ შეიძლება იცი? მიგზავნის მე რომ რომ ჭამ იხვევს რა, ლუკმას იხვევს. და აი ძალიან კაი საღეჭი ხდება რა. არ მომეწონა. ძალიან. ამას ყველა მოუწოდებ შეიძლება და ბევრი соуსია ბიჭო, რა და ყველა პიტო ლობიოა რა. მაგის თუნდაც თუნდაც მიჩხუბებს ნუ მიეძალებს სხვა соуსები გასინჯე. არა ის აი ჭამე ვეგანური. ეგ აჯიკა არის. ეს არის ეს მომეწონა მაგარი ვეგანური. ბაკოს მაგრამ მოუხდა. ეს რატო დაიწყო? რა გამისინჯო ხო? რა ეხება იმას. ვეგანური არავის არ გაგისინჯეთ, მარტო მე და ბაჩო გავსინჯეთ და ვარიანტი არის. აი ეს მუხუდოს კატლეტი გასინჯე. შეიძლება გავიგანდე. მუხუდოს კატლეტია. აი ისა? ხო, ხო.
ეგ ლობიანი არის მის უკვე. ბიჭო მე ლობიოს ძალიან დიდი მოტრფიალე ვარ რა და ასე რომ შეიძლება ცოტა ბეჭდა მოდივიდა. ბიჭო მეორე ლობი არ ჭამ შეიძლება აფეთქრენ თორე მე ბრმანაცავს. გაიხსენე ბრმანაცავს შეტევს. გზაში ლობიოს ერი. ეგრე ხომე кайფება ხოლმე. აი მოდი საჯიკა მაინტერესებს. ლობიაში სუნეს არ ელოდო, პირდაპირ გეუნები. ხო და მაგიტო ველოდე მაგიტო მქონდა ეგეც სახე ხა ეს ლობიო სხვა ეგ სხვა. ეგ სხვა. ეს უფრო ის ბარშია, ეგ ჩვენი ეს ძალიან მომეწონა. ბარი მანდარინების. ამაზე შევჯდები მე დიდი ალბათობით ეს საფირმოა? საფირმო არაფერი არ არის. უბრალოდ გებრიელა თამბა. სალატი შეიძლება სალატის ფოთოლი. მე პირველად გავწევ. აი როგორც ასე. საფირმო. თქვენ ლიმონათებსაც არ ეძახით საფირმო. არა, ლიმონათები საფირმოა აბსოლუტურად ყველა. ყველა საფირმოა ლიმონათები. ვისაც ჯუმაჯი მაფია არ გაქვთ ნანახი მანდარინებში გადადით ნახეთ და მე ამ ლიმონადზე რა მემართება პირველად წინჯავი. მაგას ნახავთ. ლიმონათები იმას ვერაზროს ვერ ნახავთ, მე კადრს უკან როგორ ვიპარავ დოქიდან, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ როგორ სვავს. პოდკასტის გადაღებაზე რომ არა, ეს ჯობია. ლიმონათები მინდოდა რომ ჯერჯერობით რაც გავსინჯე ჩემი დოქს გადამხდა. ეს საწურბები მქონდა გადავიდა და გიგას ჩიქაში ჩავყავი რომ იქიდან დამელია ხო. მე ფავორიტია რაც გავსინჯე. და ვალა ეს საჯიკა გასინჯე? ეს არის ჩემი ფავორიტი რაც გავსინჯე და ის ყველი. არა, იქით არის ყველი. არა, ეგ სოკო, ხო, ეგა. ეგ ყველა. ამას უხდება აი მწვანე აჯიკა ფოთაშორის. აი არ გამისინჯე მწვანე აჯიკა საერთოდ. მწვანე დაუტოვოთ. რომ მენახევარი ბიჭო. რა? აჯიკამე. ხო, მწვადი გავსინჯე. ეს უხდება? ეგ უხდება ამას. აი პატარა მიეცი რა, აი ეს. რას უხდება? ამას. ხო. მაგათ ეგ უარ ჩამივარდეთ ებში არ შეგიძლია. აჰა. გავით. თეთრი соуსით გასინჯე. ეს რას უხდება მწვადიო? წადი ეგრევე მეწამა. არაფერი წადი ეგრევე. აი, ჩემიც გამოცა ჩაგიტარე, ხა რო გითხარ ამის соуსი გეტყვი. წადი ეგრევე. რაც არ უნდა соуსი. ახალკაც როგორ გაკადრები ხარ უწყებალი უხდება. რა მაგარი წვნიანია. ბიჭო, წვენი სპეციალურად გამოწერილი ასე საკეთებს ზეიდაჩი. ჩამოგო. Amazon-ია თუ eBay? აკურიაში და რას აკეთებს, იცი? ასე საკეთებს და ყინავს. ჩვენც ყინავთ. გასკინა. და ნადირო მქონე ზეიდაჩემთან. აჯიკაზე. წოდი ჭამე. ხო, რა მაგარი წვნიანია. ზეიდაჩემ აკეთებს ბაკურიაში. აქ არა, მანდარინებში არა, ზოგადად. და ყინავს ხო, ნადირო მქონე, რო ჩავდივარ მაცივაჩო. აჯიკა. არა, აჯიკას ნახდაც იცი რომ აყინავ. ეს მანიმაში როგორც ძალიან მაგარი ყველია. მწვანე აჯიკა? ოღონდ გურული. გურული ნიგზით. გურული იმერული რა, ეს არის ეს არის ყინი. არ მივალ უბრალოდ. მე აჯიკის მოყვარული ადამიანი ვარ და ამასაც აუცილებლად ეს არის გურული დავხედო. ვარიანტია რა. იმერული გურული ვარიანტია. და დაგჭეიქ, რა. მეგრული არ არის. ხარი არ არის ესეთი. დავით, შენ უნდა მაპატიო ძმა, მაგრამ მე ამ აჯიკასთან ერთად გავუშვებ ეხლა ამას. კადი გამოწერით. ხაჭაპური აი იყო მართლა. ეს არის მაწვნის ცომით, ხო? აი просто ეგ არის რომ აი მე პირადად აი ჩოვლებრივი ცომი უფრო მომწონს ხაჭაპური. მანდარინაში რა ჩაულებრივი ცომი. ამაზე იძახი. ხო, შედარება შენ ხო რა. ეგეთი თქვა. როგორიაო? გულხარ დაგგვაქვს და თურბილი ცომით გიყვარ, ზევით ამოხვალ, შედარებით უბრალოდ არჩევის საშუალება არის. აბა მოდის. აი ეს. შევიღუპები. ბიჭო, კიდე მოდი. ლუკა მოდი ეს არის თქვენამდე. მანდარინებიდან მოვიდა ეს პირდაპირ. ეს არის ქაშმიჯაბი. და ეს რა? ყველაფერი ეს ეს არის არის ქაშმი. ღორის სუკი არის, შემწვარი, ქაშმიჯაბი. ქაშმიჯაბზე და ზევიდან ქიმიჩური соуსი. ანი მოდი გადაიღე. სიგიჟი არის ეს არის იზანეთაგალია ათალელაში ყველა. მე რა მაინტერესებს იცი? ხო. თქვენ დიზაინერიც ყავს? ხო. ანუ ამას ხატავთ ხო? ანუ ამის დავარდნა შეიძლებოდა. და ეს არის ნახატი არის. შეულები. კორდონ ბლუ, კალმისანი. 4 ყველის соуსი. ხოჭა? და ბეკონი. ერთიცა? მოდი ჯერ მე ამას ხაჭაპური, გავსინჯო. აი წაღაშე რო იძახი, ბებია ჩემი როგორ თაკეთებ და ეს ხელი თუ ნავჭამო ერთ-ერთი მაგას აი მე მრავალფეროვანი კერძებია ძალიან. აი ვიზუალურადაც მრავალფეროვანია. შეიძლება რაღაცას რო ჭამ. ნახატია. არა, რაღაცას რო ჭამ, შეიძლება რაღაც ემო გაგახსენოს. აი სტანდარტული იმ საჭმელით, რასაც ყოველდღიურობაში უიდან აიღე ყოველთვის გაიმახსოვრე კერძის არა იცი, მე მაწვდის და მაგიტო. მე მაწვდის და მაგიტო, თვითონ აიღებ შუიდან, რა ენაღოლება. ვაუ, რა დაუშვილა შენ. ხო, კაი, მომე ამაგას მე შევჭამე. ამიტირდა. ამას რა ქვია, რა თქვი, ღორის სუკი? ეს არის ღორის სუკი თაშმიჯაბით და ესა? ზევიდან ქიმიჩური соуსი და ეს არის თათმის კორდონ ბლუ. ეგ არის აა, ფრანგული. შე, ოკეი, კონდებო. აი და იმას არ უნდა. კორდონ ბლუ. მაგრამ აქ აი შუიდან.
იურია და ოკეია, იმენა სუკი არის და მაინც გემრიელი არის, რაც არ უნდა ილაპარაკო რა, მაგრამ თვითონ თაშმიჯავი არის, მოიმენა აი არ ვიცი. ეს ხო ძიში რაც არის. მე მგონი ჩემს ვანეში ვერ აკეთებენ. ვერაო. პროსტა გასინჯე მარტო თალკე გადაიღეთ ასინჯავი. London Blue ვერა. ამას მოყარა თასე მაშინ. გემოები განვიახლო. იყო. მართლა ერთი კვირა ხო არის შიში. მე სპეციალურად ვიკავებდი თავს. აი ის ვიდას გევასება. ქათამია, ბეკონი, როლები დარაჩენი შესუნელებაში. ეგ ჭამე უკვე. კაი. ეს გასინჯე? ვინ არის? ხა, თორე აქ. გამოუშვი მაგაზე როგორ გაწყენინებ. გაყავდა. ტელეფონი უნდა გაგიჩნდეთ. პროტა, საუბარში როგორ ცდებით, აი მე კითხვის ნიშანი მაგერია. გამორდეთ კამერები. გამორდეთ კამერები, ხო. თქვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, უბრალოდ თქვენი არხი არის და გადროებთ ხოლმე საუბარს. თქვენ შეგვიძლია თელი დღე ვისაუბროთ ამ კერდზე და თქვენ უბრალოდ მართლა ძალიან გემრიელია. მეგობრებო, ვიდეო ჩავარდა. კაც, იმიტომ რომ ჭამით. ოდიში რა უკაცრავად ერთხელ ნაჭამი გაქვთ? გასინჯული გაქვთ? ანა მარგავსინჯავ კერძი არ არა, ბოლნი არ დაგაბონა და მაგ. შენ ანუ პირველ კაბეთაკი რა. აუ რა, კაი. ამას ცხოვრებაში პირველად ვსინჯავ და უნდა ჩავიფიქრო ეს რა. მიდი. ან კაია ეს. მოდი ხა ძენ ცალ-ცალკე გავსინჯავ მე რა. სასაკე აუცილებელი. არა, ეგ უკვე ჩემი შორის საუთი თქონდა მაგასა, ამიტომ შემოეფიქენი რა კიდე. ეს ან კაია. ეს მომეწონა. აი ეს ზემოდან რა. ეხო არომატი აქვს, კაი. მერე გემოც კაია, ბიტო. ორივე ერთად კომბოში ხო ვაფშე აი პიზდეცია. ჯერ ცალკე. მე ვხმარ რუსულ ფილმს. პიზდეცია. ეს უნდა ჭამოთ. გააგაია. ქართულად არ ვიცი, მაგიდან არ ვიგი რა. არის ეს არის ვიცით მაგრამ. ვიცი, მაგრამ თუდი ეს საქმე. არის სიტყვა. ეი, საკვებთან ვებზე ფიქრობ, ძმაო. მაგინა განგო. მე ჩავიფიქრე ახლა 100,000 გამომწერი ჩავიფიქრე რა. ასე რომ გამოიწერეთ თქვენი არ. ამაშენ არ ხარ რასაც გიყურებ. აი ხა რა ესნი. ბიჭო, აი ხა მოხდა ძალიან საინტერესო რაღაცა. აბა. თალკე თასმიჯავი რო გავსინჯე. ბევრი ვერაფერი გემო ვერ დავიჭირე. მე რა გავსინჯე თალკე ისა რა ხორცი. ჭიჭია. აი მანდ ზმრის გემო წაიღო ყველაფერი. აი ორივე ერთად რო გავსინჯე, იმენა ხორცის გემო გახსნა, იმის შუბა დავხი. ეგ არის მაგრამ თავად. აი ხო გეუბნები, ცალკე თასმიჯავი. ვეღარ გასინჯავთ, იმიტომ რომ რეალურად. იმიტომ რომ სულ გავსინჯე. იმიტომ რომ სულ გავსინჯე და ბოვას არის უკვე. იძულებულები ხარ ბოვას არის. დამიჯეროთ. არა, ძალიან კაია. არა, ბიჭო. ერთად კაი, ეხა გადაინაცვლა რაღაცეებმა. და აბა. ის ყველი გადავიდა მესამე ადგილზე ჩემთვის. შენი? ხო. ყველი იყო მეორე ადგილზე გადავიდა მესამეზე. პირველზე რომელი იყო? ჩემ ლობიო იყო ჩემი. ლობიო კი ვარ. ჩემი პირველი იყო ლობიო. აღარ არის მართლა. ჯაბოაც. არა, სამი ძალიან წელი შევჭამე. იმენა ძალიან კაი. სილიკონ კარნე? მე როგორც ეხა ლუდის თემა არის, ხორცი. მე როგორც ეხა ხო. მაგალითად მოსული და ლუცა. ეგ გავსინჯე. ეს მაგალითად. ეს ოკეია? ორი სუკი ქათმის. არა. აბა? ორი სუკი არის. ხო. ბიჭო, არ ვიცი ხარ ლობიო. თაშმიჯავი. აუ ხელად ასი. სუფრაზე ეს ამდენი ჭამე ხორცი გილაგია. აუცილებლად. ლობიო პირველზე არ გაიყო, მეორე გავსინჯე, გავუგებია. მანამდე გასინჯული არ მქონდა რა. ბიჭო, ძალიან ის ბიჭო, აი მას. იმას რაღაცა და ახლა არის. ნაჩალიჩა არა, ლობიო. გემრიელიც შეხ როგორ იყო, მიყურე მაგრამ. შეხედე. რაღაცა აქ ნაჩალიჩა და ძალიან გემრიელია. აი, ჩვენ ხარშავთ ჯერ. მე ვატარებ და მე ვაკეთებ. და ეგაა შეიძლება. ეს წარმომედგენია როგორ ამზადებს. აი, კორდონ სამზარეულოს. ეს რო აყრის და მე ხალხი მოვდივარ და იმე ყველაფერი გავსინჯე საერთოდ. ხომას ვეღარ ვიზებ იმენ. კორდონ ბლუ გავსინჯე. ქათმის მოყვარული ვინ არის? მე აი ესე. დამიდე. ქათმის მოყვარული. ეს ხო? მე დამიდე. კორდონ ბლუ. ბაჩო რიქში რო ჩავდგეთ. კარგი ხო. ქათამი რო არ შექმნილიყო რა გეშველებოდა. ბიჭო, არა ეხა ქათმის ხორცი ესე დიდად არ მიყვარს, არ ვგიჟდები, მაგრამ წვადი ქათმის მიყვარს. ოის რა. ეგ გასინჯული გაქვს ჩვენთან? გამოხჩო ეს არის. სამი არც მე არ მიყ. ეს იმე ეს არის, მაგრამ მოგიწევს ჭამა. ხო? სუკანიკაციო და რაღაცა, აი მან მოგიწევს. მოგიწევს. ყოველს რო ეძახიან. ეს რო ამოვჭრა. ხო არ მოგწონს, ახლა ყველი соуსი დიდად შეიძლება არ მოგიწევს. რო ამოვჭრა ის სუკანკაც ვაკეთებ რაღაცეები და აბა მე კენძი არ მომწონს. ჩემინება არა ვი. არ მოვჭრი და არ იქნება. აი ეს მუჟუჟი. ა შეიძლება უბრალოდ გასინჯული არ მქონდეს. ეხლა არ მაქვს. არა, არა. დაჭარმა თუ არა. მუჟუჟის გემო აქვს. მე რო აქედან უბრალოდ. მე რო აქედან წავალ, მე სექტემბერში ჩამოდის რა ის ვინც უნდა ჩამოვიდეს მარიამი და მე მომიწევს დარღვევა რა, იმ სუკანი კაცის გაჩერება მომიწევს ცოტა ხან. ხო და აი მე რომ მოვალ, აი ლობიო უნდა ვავკენწლო აქ პირველი ერთხელ რა.
აი ხა ჩემთვის ლობიო და ის თაშმი ჯაბითის რა, მაგრამ გუმკაობენ ჩემთვის. ე გასინჯე? ე. შენ გაგაია. ბოლონატილი გასინჯა შუა არ გაასინჯა. მომცეს თორე განა მე განა შესაძლებლობა არა მაქვს. ყველისაუს მოასწრე. ეხა არის ესეთი რაღაც რომ ადრე როცა დავიკელი მე მოფერთხე რა. შენ მონაწილე. შენ გახსოვს კი და კლება ჩემთვის ახალი არ არის. მაგრამ კლებამ ხალხებიდან როგორ გითხრა შემაძის მომა ბეზრა ძალიან ქათამი რა. იმის მერე ქათამში ვერ გონკაობ მაინც და მაინც. მაგრამ აი ხა გავსინჯოთ აბა. ბიჭო, მოგაბეზრებდა, იმიტომ რომ აი რა მოხარშული ვარჯიშობს ერთადაც მოხარშული ქათამი ბრინჯი გრეჩი ხა რაღაცა ბრინჯი აი ეგეთ რაღაცეებს ჭამდა. თუმცა შეიძლება რომ რაღაც ისეთი ჭამო რა. არა, მეც ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში 3-4-ჯერ მოხარშული ქათამი და მოხარშული კვეცი აუცილებლად, მაგრამ ესეთი ქათამი არა. ესეთი აქაა. კალორიულია. ესე არ იყიდება, ჩემთან არის მარტო. ხო, ესე მოდი და გაყინულს ვერ ნახავ. რას? ქათა? რატომ მომპარე შეჭი? აქ არის ამიაცეს სოფალი. აჰა, ლობიანის დაგემოვნების გარეშე ვერ დავტოვებ აქაურს. გადავახვი ვაინას. და დაგეხვი ისე. ჩანგლით არ ამოგვია. ამას აქ ბეკო მაინც ქათამი. იგი. ქათამი და თევზი იმენ ბოსტნეულია რა. რა გავსინჯეთ? და ლობიო. მორე ჭიჭია საქონელი რა. აი ესე. რაღაცა ცუდი სხვა. შიმპანზე ხარ მე მეძახის. მე უჭახო ადამიანის სახეს ვკარგავ. ესე ძალიან კაია. ო სოკო მომე რა, სოკო გამისწორდა მაგრამ. რომელია? აი იქ არის სოკოები. ეგარი ობიანი. აი ისინი არის სოკოები. უნდა გასინჯო ჯერ ეს ძალიან გემრიელი. სოკო მეც არ გამისინჯა. ო, აჰა, მაშინ. მომე ხა. აგენი. აჰა, ერთსერ დაჭა შენ. სოკო სხვათა შორის ძალიან. ეს არის ნივრიანი პურები, ხო? აჰა. ხარა რა შეიძლება კიდე. აბა კიდე გვინდა რაიმე გავსინჯოთ. მოუკვდე. გადავიდეთ სხვა რამეზე. აი, დანა გააქვთ. ყურს მერე გაგიჩნდეთ. ეგრო ჩამიჭრა. ისევ ხორცი? შენ ერთი მებრატავები. მე არ ვლატავ. მე უბრალოდ ესე თავდაბალი ვაიმე. მოიწონებას მადლობას მივიღებ. გავაკეთე. არ მოიწონებას ბოდიშ მოვიხდით. ბიჭო. აი არ არ არის. მომხდია. ძალიან კაია. სხვათა შორის ამბობენ, რომ თქვენ კაი ბიჭები. ძალიან. აი თქვენ ორი ახალგაზრდა ძალიან კაი ბიჭები. იმიტომ არა რომ დავხმატეთ, იმიტომ არა რომ აქ ვარ. მე კამერის გარეშე გაცილებით ხშირად ვარ აქ ნაყოფი ვიდრე კამერით. კამერით მოსვლა იმიტომ გადავწყვიტე რომ ესენი ძალიან კარგი ბიჭები არიან. თელ სულსა და გულსდებენ ამ კერძებში რაც საკეთებენ. ახლაც იმიტოს ხედანა აქ რომ იმის ყურება სიამოვნებთ როგორ სიამოვნებს მათი კერძები. ეს არის ყველა კვების ობიექტში და ყველა კვების ობიექტს მივმართავ აქედან. ეს არის პირველი რაც უნდა გააკეთოთ. უნდა იკაიფოთ იმით რომ თქვენი გაკეთებული კერძით ისიამოვნოს სტუმრებმა. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო ამისთვის. და აბლოდისმენტები აქ ძალიან ბევრი ტაში იქნება მე ამეტირა. მე ჩამოვიდი რა. მე მაგალითად ბიჭო არა არის რა ეგრეა. რაც არ მომეწონა რომ საუბარს არ მაცდი. ძმაო, რავი, რამდენი ყავ ჭამ. ანუ რამდენი აჟილო. ეს გავსუხდი და მე სუქან კაცს შეუერთდება სუქანი კაცი ორი, ან რამე მსგავსი უნდა უზორო. სუქნები. თუ მიბიძგებთ რომ YouTube-ის ახალი არხი გავაკეთო და მეც დავიკლო, მადლობა, მაგრამ ჩემი წონა მომწონს. გავაგზავნებ ამას. ნუ პირადად ჩემთვის ეხლა რა. ძალიან განსხვავებული კერძებია როგორც გემოსთვისებით და ისე ვიზუალურად. აი ძალიან ლამაზია. ვიღაცას თუ მოგბეზრდათ რუსთავში ერთი და იგივე რაღაცის ჭამა და გგონია თუ არ არსებობს მრავალფეროვანი სამზარეულო, სადაც თქვენ გაოცება შეძლებენ, ეს და იგივე რაღაცებიც გვაქვს აქ. ჰა? ეს და იგივე რაღაცებიც გვაქვს. ანუ ტრადიციული არის რა გავეკეთებით და ჩვენ. თუ რაღაც ადამიანს გინდა რომ რაღაცა განსხვავებული ჭამო და იყოს ვიზუალურად ძალიან ლამაზი და გასინჯო ახალი გემოები, მე ხა ძირითადად რაც გავსინჯე, ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის. ანდერნეტს ის მუგეშინიეთ. მუგეშინი. ეხა ის გამახსენდა, ბიჭო, აქ რისთვისაც დავდივარ ხოლმე ეგ რო არ გითხრათ, შანსი რა. რომ მოხვათ აქ. აი გინდათ ნახე აი მუშაობთ რაღაცა უცებ გამოირბინეთ კამერებს და აბლავად. უცებ უნდა ჭამო და წახვიდე. რა არ მიდი. ქათმის სენდვიჩი. აი მე ხო ქათამზე ესე ვარ. მოდი ქათმის სენდვიჩი აიღე. აი თუ უწევ ლანჩზე რა. აი უნდა ჭამო და აქედან.
მიშო გაგაწყვეტინე და შენ ნეკნის უნდა ნახო საქონლის ნეკნის სენდვიჩი როგორი. ნახავ მაგასაც, მაგრამ მე მაშინ ხო გახსოვს რა დამემართა აქ. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით მოსულები, აი ქვის ხედით. და ეს მეუნება რომ ჩვენი პური დავამატეთ ესე მეუნება რა. თან რაღაცა ხვეთ ჩემი ხასიათი რა ისე ვიყავ. აი ხო მეთქი რა რასაც მოიტან შევჭამეთ კი რა. ახლა აი რავი იმ ხორცზე რომელმა იცეკვეთ ეგ არ ვიცი. რა უქენით მაგ ხორცს ეგეც არ ვიცი. აი ეს ძალიან თხელი სიცხარე აქვს, რომელიც მე ძალიან მიყვარს რა. აი თხელი სიცხარით იმეც არ ვიცი. მაგრამ მაგრები ხართ. არა ჯიგრები ხართ. ნო თუ მოხვალთ აი თუ ეგრე არ იყო რუსთავში ვარ თელ დღე მოდით და რაც გინათ ისე მიხარი. ისე რო დაფიქრდე შენ რა. ჩვენი გახსნის დღიდან ყველა სენდვიჩი იცი აბსოლუტურად რა პურში ქონდა. ხო. ზედამიან პურში იცი. მაგათ ევასებოდ, გახსოვს ზედამიანი და შავ პურში იყო კიდე. ოღონდ ამას უყარდა. ოღონდ მე კვერცხს ვამატებდი. პორჩირებული კვერცხი ევასებოდა, ამას პორჩირებული კვერცხით ამატებდა ხოლმე ეს რა. მერე პანინიც იცი. მერე უკვე ეს ახლა ახალი სენდვიჩი. დაჟე ორაგული სენდვიჩიც იცოდი, ნახშირიან პურში რომ ქონდა ხოლმე. და ლორის და ყველის ნუ ჩოლებრი ნუ ეგ ახლა მარტივი სენდვიჩი. აი რა არის ხო მეცი როცა მე შემორბი ვარ და ვჭამხომე რა, უფრო ქართული რა სენდვიჩების ევოლუცია გავაკეთეთ რა. მე ერთ საღამოც მოვა, სახში რომ უნდა წავიდე და წამოწე და ნეკნებისას მერე გაგიცინდა. ხონდა იყო ძალიან მაგარი. დედმას გავუმარჯოთ თვითონ. ნიურიანი პური მაგრამ მოვასწრებო. აუ ნიურიანი პური რა. მე რა მაინტერესებს ისი? ანუ ეს გასაგებია რომ ანუ განახლებადია სამზარეულო და ანუ მე როგორც გავიგეთ, ვცდილობთ რომ სულ ახალი რაღაც ყოველი ანუ რამე თუ გაქვთ სამომავლო გეგმები ორი სიტყვით რო გვითხრათ, ან რამე კერძს ხო არ გეგმავთ, ან რამე თუ არ გეგმავთ, ანუ კი, ეხლა რაც არის, ნუ ზაფხული არის, დღე დიდი არის, ღამე უფრო მოკლე არის, შესაბამისად უბრალოდ ერთი ის არის, რომ ღამის 2 საათამდე სამზარეულო გვაქვს ბარში. 12 საათამდე წოლებრივ სამზარეულო კაფე მანდარინებში მუშაობს. ობიექტი პირველ საათზე კაფე იკეტება, ღამის 3 საათზე იკეტება ბარი. ჯერჯერობით ზაფხულის რეჟიმზე ესე ვართ, მე უკვე აი შემოდგომიდან გადავალთ სავარაუდოდ და დიდი ალბათობით რომ დილით ადრე გახსნაზე. ერთ ადრე გავიხსნებით და უკვე გვინდა რომ ზარმაცების ხაშიც დავამატოთ. ბარ მანდარინებში? ხო, ბარ მანდარინებში. რა უნდა დავამატო? ზარმაცების აქვე მინდა შეგახსენოთ მე რომ საფახმელიო. მანდარინებში არის ორი სივრცე, საფახმელიო ბარი მანდარინები და სადაც ჩვენი ვყოფებით მანდარინები, კაფე მანდარინები. ლოკაცია უცვლელია, ზუსტად 15 მეტრში არის აი აქედან ხედა. ხო, ნუ აი 15 მეტრში ბილიკი ყოფს. ანუ ხედარებით. სხვათა შორის მე ტელევიზორებით შევამჩნიე. სპორტული აქტივობები რაც ხდება ყველაფერი გადის. გადის, ხო? კი ბატონო. კიდე ერთი კაი რაღაც მინდა აღნიშნო აქაურობაზე რა. იქნება კაფეშიც და ბარშიც იქნება ჩაულებრივ და ეხლა არის 5 საათი. არის რომ 6-ის 15 წუთია. იდე რომ მქონდეს სივრცე ალბათ ისიც დატვირთული იქნება. კი, არ ეგ აუცილებელით არის, იმიტომ რომ ხელა მათ ანუ ბოლო არც ხელა მე რომ ცხელოდეს მე აქ გამჩერებელი არა ვარ ეხლა. თან ლუცავდა. აქ რომ ცხელოდეს გამჩერებელი არა ვარ. ძალიან კარგ სიგრილეში შეგიძლია და შუა დღესაც ამოხვიდეთ. აი ეს გარეთ ცოტა ჰაერს დასხდეთ და მიიღოთ, იმიტომ არის მტკვრის ირზე მეგობრებო. სექტემბერში დიდი ალბათობით ცოტა უფრო მასშტაბური ღონისძიების გაკეთება გვინდა, არ დავაანონსებ წინასწარ ყოველ შემთხვევაში, თუმცა მალე მაგ ყველაფერსაც გავიგებ. თავარი არის გვერდში დგომა ერთმანეთის, როგორც კომპანიების, ასევე ხალხთან გამომდინარე მაგ ყველაფრის გაორგანიზებას რო დავიწყებთ, ყველაფერს ეს ყველაფერი. აი, მე შევაჯამებ ეხლა, ჩემი მხრიდან შევაჯამებ ყველაფერს. შენიც მე შენთან უცხოთ არა ვარ. თავისთავად. და მეც მინდა რომ კრიტიკული იყო ყველაფერი. უცხოდ არა ვარ. ერთადერთი აი ამ კერძებიდან ერთადერთი აი ეს როლი რო იყო სისველეს დავამატებდი. ქათმის იმას კორდონ ბლუს, მაგას ლიმონი იმიტომ მოყვება, რომ სიმჟავე ერთადერთი რაც ეგ არის, დანარჩენი ვერაფერი ვერ ვთქვი. დედას ვფიცა ვარ. ამოვიყორე მუცელი რასაც ხია რა. აი ახლა ძლივი. ოჩარ ბიჭებო, თქვენ გინაცვალეთ, გააგრძელეთ. მე ყოველთვის თქვენი ხშირი სტუმარი ვიქნები. კამერებითაც და კამერებითიცაც და ყოველთვის აქ ვარ თქვენთანა ვარ და დანარჩენს ბიჭები გეტყვიან თავის აქ რა. ისე შენთვის თუ რაღაცა არის, მიშო. აი მსუქან კაცე გამახსენდა რა.
ეგ გეგმაში ისედაც გვაქვს ეს სტორიკოების დამატება რა, ანუ ბოქსებში თალკეულად ამ პოკებოულები რაც ქვია. მოდი. მაგ ყველაფერსაც ნელ-ნელა უკვე ავისვისებთ და უკვე სწორხაზად გავყვებით. ბაჭო, შენ მე რას ორი ვიტყვი? ეხლა მომუღამებ და საუბარი ხომ მინდა ბაჭო რამდენი ხანია ამის მიკროფონი გათიშეთ რასაც იდუა ერთი სიტყვა გავიგე რომ ქათმეწვადე მიყვარს ეგ თქვა რა. ეგ კაცს რა ხერა სუბერა სინა გადაღერდა. მაგის მორჩა კამერები გაითიშა ძმა წავედით ბიჭებო მინიც. შეჩემა ორი სიტყვა. ბაჭო გაგვიმარჯოს მაგრამ. არა მართლა ყველაფერი ალატებები ბიჭებს რაც თავარია გამოიწერეთ არხი. YouTube-ი რუსთავში იმდენად არ არის ფეხმოკიდებული, რამდენადაც ნუ თბილისი მოდი ესე ვთქვათ, აქედან გამომდინარე სპონსორებიც ბევრი გამოცდით, სანამ დრო არ და სანამ კარგ თანხებს გეუბნებიან. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი მე სანანანო არ გახდეთ. კი ნელა რაღაცა ნაბიჯი ახებს ვაფშე არ ვიდა. ნაბიჯ ბოლოს ინანებენ, ამიტომ ჯობია ლარი, ორი ლარი, არა პრობლემა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ იგეგმება ჩვენს არხზეც, მათ შორის გათამაშებები. და ჯერ არ ვიტყვი რა თამაშდება კონკრეტულ გამომწერებზე, მაგრამ აუცილებლად გაიგებ თანდათანობით და ამისთვის საჭირო არის რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ, გააქტიუროთ, მანდარინების გააქტიუროთ ზარის ღილაკი, არა მარტო ჩვენთან, ასევე მიშოსთან, ჯუმანჯის არხზე და გთხოვთ რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ბიჭების გვერდით. გაიხარე გაიხარე. ჩვენ მოგიწევთ ისედაც ჩართვა. ჩვენ რუსთავის სკოლებს შორის ვაკმაპიებთ, მათ ჩემპიონატი ჩატარება. ინტელექტუალური ბიჭები ხო, სხვათა შორის ესეთი შემოქმედებითი ისა აქვს უნარი და შესაბამისად ხო, ჩვენ პლუს მაგას სკოლებს შორის ვაპირებთ ახლა ტურნირის ჩატარებას. სექტემბრიდან დაიწყება. ოღონდ სკოლებს შორის რესტორნებზე დავეტაკოთ. როგორ? რესტორნებზე დავეტაკოთ. რესტორნებზე დავეტაკოთ. ბიჭო, ეხლა აი გამომეხმაო რომ რესტორნები. მე ვიცი რომ თქვენ ხართ. ხო. ისიც რომ არა ჭამელაცაო არ ეგეციცი. ვინ, აბა, აი ვინ, მოდი. კაფეებში. აი ვინ? კაფეებში? ხო. ძალიან ვიძახ. ვინ? რამ ხრივიძახ. აი მაფიაში რომ დაეჯახოთ ერთმანეთს რესტორნები. ყველასგან ერთი წარმომადგენელი მინიმუმ. ხო. თუ როგორ არის? ყველასგან რა. ო. აბა, შეიძლება ან ორი. მოიგე. აი იდეა იქნება. ქნათ. სურათ. მე ხო ის არა მაქვს. მე შენ რივერსი წინაზე მაქვს, გითხარ. ჩაშლილი მაქვს, მოდი. მოიძ რა აზრებს აწვდი, აქედან შეიძლება გადაღებაზე წაგვიყვანოთ ახლა. წავედი და ბიჭებო და წერთ. ეხა გრილა. იტყვი ისოს აქ ეხა ძალიან გრილა. მაგრამ რო გავათა ძალიან ცხელა. ინტერნეტების წავიდეთ. სად წავიდეთ? ჯერ მაგან არ გიკვინოს. მე მაგალითად ჯუმანჯიში. ერთ კვირიან ჭკუმპალობას გავაგრძელებდი დიდი სიამოვნებით. ერთი კვირა უნდა იჭუმპალაო? ისევ კი. კაი, წავიდეთ. აქედანვე მივიდი ვარ. გავგრევდი. აი, კამერა წამოიღე. როგორ ამოიხენჩა? დერენ დაკუქო. გათამაშებებზე რა თამაშობს ბიჭებო? გათამაშებაში. 1000 გამომწერზე ჩემ PlayStation-ს თავის დისკებიან ჯოისტიკი არა მივალ და ერთ-ერთ გამომწერს ესე ხელებში მივაწ და შუბლზე ვაკოცებ. არა, შუბლზე არ აკოცო. უბრალოდ აკოცებ გამოვართმე წაიღებს ახლა. არა, კოცნა არის, კოცნა თამაშდება. არა, აი 1000 გამომწერზე დათოს კოცნა. ნახე მე რა მაქვს. არა, мотиваცია მივცეთ 1000 გამომწერზე, ბევრი არაფერი არ გაკლიათ. მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ბარი მანდარინების მხრიდან მე 1000 გამომწერი თუ 1000-დან რენდომად შერჩეული. რენდომაიზერით ვინც იქნება უბრალოდ 300 ლარიანი ვაუჩერი ჩვენთან იქნება და მოვიდეს. ვაუ. პრობლემა არ არის არანაირი. გაუმასპინძლებით. ორი საჩუქარი მეგობრებო 1000 გამომწერზე, რაც მალე ავალთ, მალე დასაჩუქდებით. PlayStation-ზე მე უნდა მოვიდე. სახელი გვარი წოწე. აი, არ ვიცი რითი. ეს არის ძალიან დიდი გვერდში გომა ამ არხისთვის. ძალიან საოცარი რაღაც. ჩვენ რაც გავსინჯეთ იგივე გაგაცინჯეთ მინიმუმ. ძალიან დიდი რესპექტი ძმაო. აი, ძალიან დიდი აქედანვე მადლობა. პირველი ნაბიჯებიდან რაც დავიწყეთ, აქედანვე ძალიან დიდი რესპექტი გაქვს და ნუ ეხლა არა მარტო შალძონა სადაც რუსთავნა გამითარიღა. ჯუმანჯის გვერდიდან რუსთავში ყველაზე დიდი მხარდაჭერა ვინც გაგვიწია არის მეც ხალხი. 300 მე ვთქვი ეხა და ბევრი ობიექტი ვიცი, ვინ ძალიან დიდი ობიექტი არის უკვე და დანარჩენი ნოლები თვითონ მიამატონ რა. რა სიტყვია ვნახოთ. ამიტომ ხო. დანარჩენი მაფიაში შევხვდებით უფროსებო, რომლებიც სადახართ.
მაფია მომეც პირველი ოზე უნდა გავაგდო 1-2 ვიცი. 2-ჯერ ოპერატორი ვიყავი. ახლა დონის კარზე მე ვარ. მე ვხარ. და ამით ჩაწყობით გავაკეთე. Оперативные помните. ბაჭო შენ ალბათ დანაყდი ხო? აღარ დიახ, ეხლა აი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რა. მე მომეჩვა ცოტა ამას გავუჭრი ყურს. არა, ძალიან დიდი მადლობა აი, მართლა. მოდი ახლა გავთიშოთ კამერები, იმიტომ რომ იქნება კიდე გინდა ჭამა. გასათქმელიყო ვილაპარაკეთ, არის იდეალური გარემო, სტაფი არის, აი, სასწაული ხალხი. ყველაზე კარგი რაც არის, არიან მეგობრულები, თან გადაყვებიან, პირადად მე 3-ჯერ ვარ ნამყოფი, 2-ჯერ ჯუმანჯი მაფიის ოპერატორი ვიყავი, ჩემთვის ესე დავიპარებოდი. პოდკასტი ჩავწერეთ აქედან და მაფია ლინკს ამოგინათებთ და გადადით უყურეთ და დაასლოპინე მაგ დროს. თან დაასაბსკრაიბეთ ყველა ნუ უყურეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო, ასევე მიშოს არხი გამოიწერეთ, მაგრამ მიშოს არხს რა უჭირს გამომწერებში რა ენაბება. 401 გამოწერე. აი 401 რომელი იყო? რომელიღაც აქედან. იგი 401 რომელმა გამოიწერეთ ჯუმანჯი ის იყო მე-400-ები ამო იყოს. ზონი 400-ზე 401 ხო 399 გიო იყო. ხო ჩვენებიდან წამოიღო რა. ამო 4 გამოწერე. ვიდეოს რო გავთიშავთ, აიღებ შენ ტელეფონს და სათავ ჩამოიგდეს, ტუალეტიდანაც კი დაიწყეთ უგირა. ხელებს იმას გამოიყვანე გამოაწერე. შემოსასვლელში დადეკი. ბანერი მინდა ესე რომ დავდგე. ერთი QR-ი უნდა მიაწებო და შემოსასვლელში დადეკი. კაცო ხელებს დაიბანკია. გადაყევი მე ესეჩო არ გაჩერდი, გახვალ თუ არა ბარათაშვილის ჩაყოლება რა ვქნა, დააყევი კორპუსებში შედი. მე თან გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ, ასევე ჩვენი მეგობრების Facebook გვერდები გამოიწერეთ და ლაიქეთ. ყველაზე კარგი ის არის რომ რუსთავში ძალიან ბევრი მეგობრული ადამიანია და ეს ვიდეოები, ეს ჩაწერები უფრო ბევრ კაი ადამიანს გვაცნობს და უფრო მეტი ურთიერთობა და სიძლიერე ყალიბდება რა, რაც მე ძალიან მომწონს და ძალიან მახარებს. რუსთავის კომუნიტი იკრება რაღაცნაირად. იდეაში ეს არხიც და ჩემი არხიც ის რომ ჩვენი საქმეა და გიყვარს და ეს იუთუბერობა ძალიან სასიამოვნო პროცესია, მათ შორის რაც საქმეა რა. რუსთავის მოტრფიალე ხალხი ვარ რა. მე პირადად რუსთავზე ვგიჟდები ისე ძალიან გიყვარს. აქედან გამომდინარე დავფიქრდი და რუსთავში ისეთი არხი არ არის, სადაც რუსთავის განსაკუთრებულ ადგილებს გაჩვენებს, ამიტომ ჩავწერე მე მაგალითად აქ ის ჭალის ტყერო კეთდება, ჩავწერე იქ, ხო? ერთი სიგიჟე იქნება, მე ჯვარზე ავალ იქიდან ჩავწერე. იქნება სიგიჟე ეპიზოდი, ბიჭები ვიყავით ასულებით, ტესტი გადაღებული გვაქვს რა, მთლიანი რუსთავი ჩანს ღამე გადანათებული რა. ერთს მანდ ჩავწერ, ერთს ავტოდრომზე ჩავწერ. ერთს რუსთავის პარკში ჩავწერ და რუსთავს სამით ალბათ დავამთავრებ რა, და მაგრამ მე მთვარეზე ჩაწერ. მე მთვარეზე ავალ და იქნა რუსთავი როგორ ჩანს, მაგრამ მასკთან მიდის კომუნიკაცია, რომ იქნებ რომელიმე რაკეტა მაინც გამოუყოს რა. არა, ილონა როგორც ვანაერი. ასევე ბიჭებიც რა, რუსთავში უბერ წინა გადაცემა არის ფეხბურთი ითამაშეს დინამოს აკადემია იყო. ნუ ვეცადეთ რო ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რუსთავში დინამოს აკადემია გვაქვს. მან მიხარეთ. ძალიან კარგი მოედანი. მან მიხარეთ ზუსტად რა. აღმოჩნდა სამოგინათებ დინამოს აკადემიას ეთამაშეთ, მან მიხარეთ. არა, არ ვეთამაშეთ, არა, მაგათი ვეთამაშეთ, სტადიონი ერთმანეთს პროსტა ითამაშეთ. გაცვითეთ? ეგრე ხო, იმიტომ რომ დინამო ყოველთვის ჩვენი ბულკი უნდა იყოს, რაც აზრი მე რაც და ვიკოტრიალე, კარში კი არ დამილყია მაგდენი. წელს უნდა გავხდეთ ჩემპიონები ეს სეზონი. წელს ჩემპიონები. აუცილებლად და სხვა ყველანაირი ძალიან მინდა რომ რაშია? ისე კარგი მიშო გვალი ბურთი. მიშო 11 ფეხბურთელი თამაშობს და 11 მოთამაშე ვერ აგვირჩევია რომ მაფია გადავუღოთ. maybe maybe არა ძალიან კაი იქნება რომ რუსთაველების თვითონ ანუ თუნდაც ფეხბურთელების არა მარტო ფეხბურთელების რა ანუ სპორტსმენებისაც რა ანუ ბევრის პოპულარიზება რო შევწყვეტ თან. თუნდაც ხა მარტო რუსთაველები დარწმუნებული ვარ არ ვიყურებენ აქედან გამომდინარე ანუ მაინც გავალთ მასშტაბებზე რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ мотиваცია დიდი გვაქვს. შესაბამისად ძალიან გამიხარდება თუ რუსთავე წარმატებულ ხალხს როგორც ასე სპორტსმენებს გამოვაჩენთ კი რუსთავის ფეხბურთის კლუბს ჯერ მარტო რუსთაველი ხარ მაგით ხარ წარმატებული ეთანახე შენ გიგას ხო იცნობ ჩემს ძალიან წამოვიყვანო უკვე ფეხბურთელები იმიტომ რომ კარგად არიან ამოვიდნენ პირველ ლიგიდან უმაღლესში არიან მეორეზე ვარ ჯერჯერობით მაგრამ мотиваცია დიდი არის და მეტი საჭირო სტადიონებზეც და მეტი მხარეში. კი, თავისთავად სტადიონსაც ვიკეთებენ, ერთი მინუსი ისე გვაქვს, რომ რუსთავში ვერ თამაშობ. ჟან ალმეიდა. ყველაფერი შეიძლება რა. დაგავიწყდა? დაუდგეთ გიგას ხო იცნობ შენ ჩემს? გიგას ხო იცნობ შენ? აი ხა მომი. რა ქვია? გიგა. ჩვენ გვაქვს ერთი ესეთი მაგარი ისა რა. ნუ გაცვეთილი კლასიკაა, მაგრამ გვაქვს. ჩუსტი სად არის, იცი? რეპერი? არა, მაცივრის თავზე. იცი რატოა?
ამარატო. ჩემია, სადაც მინდა იქ დავდებ. ამიტომ ჩვენი ეს გადაცემა, რაც გინდა ის გავაკეთოთ და ძმაო. ეგრე არის რა, დავაი. მაგიტო ვიძახით. დავიშვიდობთ. გამიხარდება რომ ესე გავაკეთოთ და ფილოსოფიური გადასწორება. რა, სარდალაშვილმა თან მოიგო და თან ბავშვი შეეძინა და ვა, ულოცავ თავთაკედან პროგრამ არ გიწევთ, თუმცა გეპატიჟებით ჩვენთან ეგეც იცოდე, მე ერთად ჩავწეროთ ყველაფერი. აი, თავარია გვიყვა. მადლობა. აი, რაც მაგრები ვართ რუსთაველები. აბა რა.